ეს ისტორია დაიწყო 28 წლის წინ, მაშინ როდესაც ბნელ 2000-იანებში, მაშინ როდესაც ხალხს ამ ქვეყანაში შიოდა, ციოდა, შუქი არ ქონდა, წყალი არ ქონდა, მაშინ როდესაც პერსპექტივა არ ჩანდა და მომავალში სადღაც სინათლეს ვერ ხედავდი, სინათლის შუქი. პირველად ჩემი აზრით ახალ წელს სწორედ კოკა-კოლის ამ საოცარმა და ჯადოსნურმა ქარავანმა მოიტანა და მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პატარა და ყველა დიდმა ერთად დაიჯერა, რომ სასწაულები ხდებოდა, რომ სასწაულები ერთ დღეს მათ ცხოვრებაშიც აუცილებლად მოხდებოდა. საქართველოში ყოველ წელს თუ თქვენს ქუჩაზე ჩამოივლის ქარავანი ან თუნდაც შორიდან თვალს მოკრავთ, ესე იგი თქვენს დაიჯერებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში სასწაული მოხდება. სახალხო ქარავანი 2026 წელი უკვე დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ გაამზადეთ ბავშვები, გამოიყვანეთ ქუჩაში და თუნდაც შორიდან დაანახეთ ეს ჯადოსნური ყუთი, რომელსაც თქვენთან მოაქვს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც არის. ეს არის იმედი იმისა, რომ ეს ახალი წელი თქვენს ცხოვრებაშიც მოიტანს რაღაც ჯადოსნურს და დიდ ცვლილებას. It's so important to make someone happy. Make just someone happy. ვინც დაგვაჯერა იმაში, რომ შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში სასწაულებიც მოხდეს, ვინც დაგვაჯერა იმაში, რომ ბნელ საქართველოში შეიძლება რაღაც ძალიან დიდი და გრანდიოზული, ძალიან მასშტაბური გაჩნდეს ისეთი როგორიც იყო კოკა-კოლა. ეს იყო ერთი კაცი. და მაგარი კაცი არის თემური. ჯანზი თაობისგან ასიანიკებული. უასარი სურვილების უფასო საჭმელი აქვს კაფეტერიაში თანამშრომლებისთვის. არა, უფასო ყובה რა, დიდიხანია გვაქვს. კაფეტერიაში, აბა. სამას თანამშრომელი, ლანჩი, ვახშამი, საუზმე. აქ წარმოუდგენელი ამბები ხდება. არ მოითხოვოთ. აუ, რა სილამაზეა, ხედავ? ითხოვთვის რა ემოციას ატარებს ახალი წლის, ახტენილი ოცნების თუ აი რისი? ახტენილი ოცნება შეიძლება იყოს. აი 97 წელს. აი 97 წელს. 97 საქართველოში ეს ჩაატარა. არა, ერთი პატარა მანქანა იყო მაშინ და თოვლის ბაბუას ფორმა არ იყო და რა ვიცი. დინამიკი გვიფუჭდებოდა, გადმოვდიოდით. იმაში ორმოები ხო იყო მაშინ ესე გზა არ იყო და რო ჩაარტყავდა, რაღაცა გაითიშებოდა, გადმოვიდოდით, შევაერთებდით, ვაგრძელებდით ერთი მანქანით. მაგრამ ისეთი ემოცია მაქვს დღესაც. მაგრამ აი ნამდვილი ამერიკული ქარავანი? ნამდვილი ამერიკული ქარავანი ეს არის რაღაც წარმოუდგენელი мотивация მე მგონი მთელი მსოფლიოსათვის. წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ქარავანი რომ გამოჩნდება, ახალი წელი ისწრება. და ჯადოქრობებიც ხდება. მთელ საქართველოს 2026 წელი რაღაც ისეთი მე კი არ მგონია სიტო რო ანალიზს ვაკეთებ, წარმოუდგენლად მედინერი წელი გველოდება წინ. თავარია რომ 2025 რაც იყო დავიწყოთ 2026 წელი უფრო მეტი ენერგიით, რა თქმა უნდა და იმედებით. დაჩუქარი ყველაზე დასამახსოვრებელი, რომელიც თოვლის ბაბუისგან მიყიდა, ანუ ჯერ კიდევ რო გჯეროდათ, რომ თოვლის ბაბუ არის. მე ახლაც ჯერავს, დედას მიცოლა, აბსოლუტურად. ყველა დიდი საჩუქარი აი ეს არის. კოკა-კოლა. დიახ. რომელიც 140 წლისაა ისე და საქართველოში. არის 140 და საქართველოში არის 34 წელია. მართლა? დიახ. 34. არ მომიყოლე მაგარი ამბავი. აბა? 2004 წელს გორში არის ქარავანი. დახვდნენ გორელები. მოვიარეთ გორი, მეც იქა ვარ. ხო და ამოიტანეს ჭაჭა. ხო. დავარწმით ეს მაგრად, დედას მიცოლა, აბსოლუტურად სერიოზულად გიყვები და მოვდივარ თბილისში უკან. და დავინახე ის არის ცხინვალ, აწერია. ქარავანს უთხარით დავგაზეთ ცხინვალში მეტი. არის ეგ ისტორია? არა. 2004 წელს შევედით ცხინვალში. რა შეყვებით? ვინ გატარათ? დახვდნენ რუსები. საზღვარი იქნებოდა ალბათ საღამოს 10-ის ნახევარი, გვიანია ძალიან, ალპის 9, დამნელებულია. რუსებსაც ეთყობათ, ჩარტყმული ყოდა ჩვენსავით. ერთი არც უთქია, სად მიდიხარო, გახსნეს. შლაგბაუმს რა ქვია, ქართულად არის. არ მე ქალაქში შეხვედი. შევედით ქალაქში, დედას მიცოლა. ხალხი შოქში. არა, ჩამნელებულია მთელი ცხენველი და აი ეს ინგლისური მუსიკა, ინგლისური ენოვანი ესე ვთქვათ, გადაცემა, სიმღერები მიდის და
ნელ-ნელა სინათლეები აინთო, მივდივარ და ცენტრისკენ რომ მიუახლოვდით, აი ეს ჩანაწერი გადავიდა ქართულზე. მოდის, აი ეს დაეხა, მოდის სოდა. და გამოვარდა ეს ბაევიკები ქაური, აი ამ ხელა ტანკს საწინააღმდეგო სასროლები და ეძებენ იმას. საიდან მოდის ეს მოდის ხმა და მთელი მანქანები დაგვიწყრილეს. დედასპიცა ვარ. ჩვენ გაწოლილები ვარ, სროლა მიდის ინგრევა იქაურო. ხო და აი შემოგვარწეს წრე, მანქანის მძღოლები გადმოიყვა. ეხლა სასაცილო თქვები თორე. არა, მე ბოლოს აღარ მეჩინება. ისე შეშინებული ვარ. მე მიყურებენ მაშინ ესე არ ვიცნობენ როგორ დღეს და ფიქრობენ სადღაცაც უნახი ვარ, მაგრამ ვერ წარმოუდგენია. მიყურენ და აბანებეს თავი, მე კულახმეტოვი მოვიდა. დიდი ამოვიათ და კულახმეტოვმა ჩაგვიყენა დაცვა და გამოგვიშვა რა. გადაგვიყვანა ქართულ სოფელში. იქ ღამე გავათე და დილით წამოვედით. აი ექსკლუზივი. ეს არის ჩემი საყვარელი რუბრიკა, იმიტომ რომ ზოგადად ბარიატრია არის ჩემი აზრით ფუფუნება, იმიტომ რომ არის ძალიან ძვირადღირებული ოპერაცია და როდესაც თქვენ შორის ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც უკეთებენ ბარიატრიას და ამაზე გთანხმდებიან წარმატებული პროფესიონალი სპეციალისტები, მე ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩემი გადაცემის გმირი შორენა, რომელსაც ძალიან გაფუჭებული ჰქონდა ცხოვრების ხარისხი, ემოციური ფონი. და ძალიან ჯანმრთელობისთვის სჭირდებოდა უკვე წონის კლება, ალბათ ვერასოდეს ვერ მოახერხებდა რომ თავისთვის ეს საჩუქარი გაეკეთებინა. შესაბამისად, ეს არის ჩემი საყვარელი რუბრიკა, რომ ამ რუბრიკაში ჩვენ ვახერხებთ ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენი გადაცემის გმირი არის შორენა. მე ვარ შორენა დვალი, ყავს 7 შვილი. დღემდე მოვედი, აი ესე მართლა წვალებით მოვედი რა, გავზარდე. ჩემი შვილები თან მუშაობდი სასაზღვრო პოლიციაში. დასაწყისიდან მართლა ძალიან გვიჭირდა. ჩვენი ცხოვრება დაიწყო ლაგოდეხიდან. ცხოვრობდით მაზლის სახლში, წამოვედით მერე ქირით. ძალიან გვიჭირდა იქაც, მართლა როგორ გავზარდით ბავშვები არ ვიცი. უფროსი შვილი არის 31 წლის, 32 წელშია და უმცროსი არის 9 წლის გახდა ეხლა. ცხოვრობდით გარდაბანში წლების განმავლობაში. შემდეგ რომ წვალებით და ამით რა ვიცი, ჩემ შვილებს უნივერსიტეტები უნდათ, რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ცდილობს რომ რაღაცა და ჩააბარეს და რო შევხედე რომ თქვათ რუსთავიდან უფრო ადვილია ბავშვისთვის ვიდრე გარდაბნიდან, იმიტომ რომ საღამოთი საერთოდ არ არის ტრანსპორტი. გადმოვიდით რუსთავში ვიცხოვრეთ, რა თქმა უნდა, ეს წლები დაახლოებით 17 წელი ქირით ცხოვრობდით. და ვიცხოვრეთ ქირით 2 წელიწადი, სადაც გავიგე რომ ჩემნაირი უსახკაროები შედიოდნენ და შევედი მე მათთან ერთად და რა ვიცი, აი მართლა ნულიდან რო იტყვიან დავიწყეთ ყველაფერი. რაღაცები გავაკეთეთ ჩვენი ხარჯებით, რა თქმა უნდა, ბანკის ვალები მაქვს აღებული და ისიც არ ვიცი, შეიძლება ხვალ ვიღაცას მოუნდეს და გაგვასახლო. და რომ დარწმუნდეთ, რომ დამსახურებულად არის ის ჩვენი რჩეული, ჩვენს ინტერვიუს უნდა უყუროთ და ზოგადად გადაცემას. სასიამოვნოა თქვენი ახლოდან ხილვა, აი ძალიან როგორ ახარ? თქვენ კარგად. დაიწყე მომზადება ოპერაციისთვის? მკურნალობ მედიკამენტურ დაგჭირდა? დამჭირდა, იმიტომ რომ გული გადიდებულია, ღვიძლის ფუნქციებიც არ მოეწონა, ღვიძლიც გადიდებულია. ორმაგიდატურთა ბატონმა დავითმა და მაგის ბრალია ეს ყველაფერიო და ფეხები მიშუბდება ისედაც ხო ორგანიზმი იყო ორმაგადატურთული დიახ. ჩიყვი მაქვს და წლებია უმკურნალობ მაგაზე და ის ჩიყვის ჰორმონებიც ისინი განისაზღვრა ხელახლა, განმეორებითაც გავიკეთე, ოდნავ და დაკლებულია. ძალიან ყურადღებიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ხდება კლინიკასთან ესეთი ოპერაცია. აი, იცით რა, ხო პირველად ვიყავი მაგ კლინიკაში და დამდებდნენ გოგუები, აი აქ მიხვედი, იქ მიხვედი, ანუ ძალიან დიდი ყურადღება. კი, ესე. ბატონ დავითსაც უთხარი და მადლობა გადაუხადე, მე მსგავსი პირველად ვნახე.
გამარჯობა. გამარჯობა გავდმოშორეთ, გავძანით ხოთ. თქვენი შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვაქვს პირველ რიგში. თქვენაირი კალბატონები, ესე ვთქვათ, მისაბაძია ჩვენი ქვეყნის რეალობაში 7 შვილის დედა. ეს მარტივი არ არის ეს თქვენ ცხოვრება შვილების გაზდაში, ოჯახის მოვლაში. As შემდეგ გაატარეთ და საკუთარი თავისთვის რეალურად დრო არ ქონდათ და უკვე ბავშვები დიდები არიან დაგებად და დრო უკვე მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას და წონა და სიმაღლე რომ მითხრათ კალბატონში. მეტრა 60 ვარ და წონით ვარ 140. ცოტა მწვანე ამ ციფრების თქმა, მაგრამ ასე. სასიცხულო არ არის. თქვენს ხედვის მას ინდექსი ძალიან მაღალია ახლა. 54.6. რომელთაც რა თქმა უნდა პირდაპირ ნაჩვენებია უკვე სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ იმის შემდგომ უკვე როდესაც ჩაგიტარდებათ ჩვენ კლინიკაში. ანალიზები, საკმაოდ მაღალი დონის ლაბორატორია გვაქვს, აღჭურვილი უახლესი იაპონური აპარატურით და იაპონური რეაქტივებით. რამოდენიმე დღეში გვექნება ანალიზების პასუხები, ნახავენ მერე ჩვენი ექიმები, ფსიქოლოგი, პირველ რიგში ენდოკრინოლოგი, შემდგომ კარდიოლოგი და თერაპევტი, იმის მიხედვით თუ რა ცვლილებები იქნება თქვენს ორგანიზმში, გადაწყდება რომელი ტიპის ოპერაცია გაგიკეთებთ და ასევე გადაწყდება რამდენ ხანში. კარგით, აბა გისურვებთ წარმატებას და შენს უკვე შევხვდებით კიდე უკვე ანალიზების პასუხების. ეს არ არის მარტივი ოპერაცია, ალბათ თქვენ გეტყოდათ, ხო? მაგრამ სამაგრო ცხოვრებას რადიკალურად შეგიცვლით. კი, სანამ მეტყოდნენ, მანამდეც მთელი Facebook-ი და მთელი Google-ები და ისინი გადაქექილი მაქვს, ვიცი რა რისკებთანაც არის, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობისთვის ასე უფრო ჯობია. ეს უფრო რისკი არა ამჟამად მჭირს. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ გმირი, რომელსაც შევარჩევდით, ყოფილიყო ანუ ადამიანი მოქალაქეებიდან არ ყოფილიყო რაღაც ესეთ აი ამის გამო ვიტირე ძალიან ბევრი. მე გეტყვით რატომ შეგარჩიეთ თქვენ. პირველი ისტორია იყო ის, რომ ნახეთ თქვენი ფოტო და მივხვდი რომ ეს გჭირდებოდათ, ნამდვილად გჭირდებოდათ. მე მივხვდი რომ დიდი ხანია წვალობთ ეს ბინიდან ბინაში, სახლიდან სახლში, ქირიდან ქირაში და მივხვდი რომ თქვენ თავს ამას ვერასოდეს ვერ აჩუქებდით. და მე კიდევ იმიტომ შეგარჩიეთ გმირად რომ დაგიფასეთ თქვენი ხარდაჭერა რუსთაველზე აი იმ ადამიანების მიმართ და თან თქვენგან ეს იყო გაბედული ნაბიჯი. იმიტომ რომ თქვენ მაშინ სახელმწიფო სამსახურში მუშაობდით და სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელმა რო ის სტატუსი დაწერეთ, რასაც თქვენი სამსახური შეეწირა, ეს დაგიფასეთ. მე ამ გადაცემაში ერთხელ თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ღმერთი ხო ადამიანების ხელით ეხმარება და რაღაცნაირად ახლა თვითონ ხო როგორ ვიღაცას გიგზავნის, ვინც ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მე მგონია რომ ამიტომაც მოვედი თქვენს ცხოვრებაში და თქვენ ეს დაიმსახურეთ. თქვენ ხართ ღმერთის მართლა საჩუქარი არის. და თქვენ ეს დაიმსახურეთ. თქვენ დაიმსახურეთ, რომ იყოთ უფრო ჯანმრთელი. 7 შვილის დედა ვარ მოგეხსენებათ და რა ვიცი, 49 წლის. 49 წლის. 7 შვილის დედა. 16 წლიდან ვემსახურები საქართველოს. არა მარტო საზღვრიდან. 16 წლის კი, მაშინ მუტაცება იყო მოდაში და მომიტაცეს და იქიდან შევქმნით ოჯახი. კიდევ ქორწინებაში ხართ თქვენ მოუყურეს და? კი, გაზრდა კი არა, აღზრდაც მოვახერხეთ ჩემი შვილების. ყოველთვის ერთი მიზანი მაქვს ცხოვრებაში, რომ არ მინდა დაცემული ვნახოს ვინმე. ხა. აი ვიყავი დაცემული, ну, თუნდაც სამსახურებიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა ხანი და მე ავდექი ფეხს. ესე იყო შვილების სიტუაციაშიც. აი არ მინდოდა ჩემ შვილებზე ეთქვათ, რომ აი მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან და განათლება ვერ მიიღეს, ხო ხვდებით არიან. ანუ თქვენ ამბობთ რომ მრავალშვილიანი ოჯახის სტიგმაა რა? კი. მართლა? იყო ასეთი რაღაცები. თამიჯერით რომ მალავდი ხოლმე ხან, რომ აი მაგალითად 5 შვილი რომ მყავდა და მოგობდი 4. ნუ მაშინ 5 შვილი მყავდა, ხო, იყო ეს მომენტი, იმიტომ რომ აი უყურეთ რა იყო, მეც არაფერს აკეთებენ, ნუ ეს სიტყვა. გავიგე. ხო. მრავალი წელია ფიქრობს ბარიატრიას ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, რაც ამ გადაწყვეტილებამდე მისულაში დაეხმარა. ცხადია ჩვენგან პირველ რიგში ჩვენ თავად გვინდოდა რომ მოგვეგვარებინა ეს პრობლემა და მუშაობდით ამაზე უახლოეს პერიოდში, ვცდილობდით გაგვეკეთებინა, მაგრამ
აი აქამდე მოვედით, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები წამოუვიდა. Სიმართლე გითხრათ, დედა ვითომ აქეთ ჩვენ გვამხნევებდა, როგორც ხდება ხოლმე. დედაზე მეტად დასაწყისიდანვე მე ძალიან ვღელავდი ისევე როგორც ჩემი დედმამიშვილები. გამომდინარე იქიდან რომ წონა აქვს, გამომდინარე იქიდან რომ ასეთ ვისი ასაკი აქვს, სხვა ოპერაცია აქვს გაკეთებული და ეს დაღლეს ჰორმონი აი ძალიან ვღელავდით, მაგრამ თავად ისე შემართებით არის რომ უკვე ერთი სული მაქვს რომ გაიკეთოს ოპერაცია. ნუ რო გადაწყდა რომ უკვე უნდა გაიკეთებინა ოპერაცია, ანალიზები ჩანიშნული იყო და მოკლედ კლინიკაში უკვე დადიოდნენ, რა თქმა უნდა, ჩემს საუკეთესო მეგობარს გუგლს მივმართე და ანუ ყველანაირი საიდ ეფექტები რა იყო ოპერაციის შემდეგ რა ხდებოდა და ნუ ერთი პერიოდი შემეშინდაც კიდეც, იმიტომ რომ კარგი შეფასებებიც იყო, ნუ რა თქმა უნდა უფრო მეტი კარგი შეფასება იყო, მაგრამ აი გართულებები რო იყო ეგეთებიც რო წავიკეთე, მაგან უფრო შემაშინა, მაგრამ ნუ იმის მერე ვისაუბრეთ ისე, ნუ ანალიზებზეც რო დავდიოდით იქ რო ვიყავი, უკვე აი რო შევატყე დედასაც რომ ძალიან უკვე უხაროდა რომ ცხოვრების ამ ეტაპზე გადადიოდა, ნუ მეც რა თქმა უნდა თავისთავად გამიხარდა. 14 წელი იმუშავეთ საზღვარზე. კი. ზარეულად, ხო? ჯერ დამლაგებლად მივედი და მე მგონი დავიმსახურე და მე ზარეულად გადამეყვანეს და რა ვიცი, დღემდე ამაყი ვარ, ჩემ ბიჭებთან მაქვს კავშირი, ჩემ ბიჭებს ვეძახი დღემდე, მოდიან, მნახულობენ, კი. აი შემიძლია ნამუკარო მართლა გულით იცავენ საზღვარს. დარწმუნებული. სამსახური რატო დაკარგეთ მოყვებით? ნოემბრის ამბებზე, ნუ პირდაპირ ეთერში უყურებდი ლაივს. ნუ ჩემი დასკვნით, თორე ეს საბუთებით არავინ არ გაგიდასტურა, არასოდეს. ხო, და უყურებდი ამბებს და ნუ დედური ინსტინქტით ტირილი დავიწყე დამჯერებთ, რომ რას აკეთებენ, რის გამო აი რაში ძალაუფლებას რაში იყენებენ თქო რა მნიშვნელობა აქვს ვის მხარეს დგას აი დამიჯერეთ რომ ის ეგრეთ წოდებული ქოციც რო ყოფილიყო არ მომწონს ძალადობა ესმის ასაც გულისხმობ ჯერ მუშაობ ისე სტრუქტურაში სადაც ვეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს ხო ვერ ხვდები რა ვთქვი ისეთი ნუ იმ კომენტარზე წამოვიდა ნუ არ ვიცი დედის გინება რა ვიცი როგორც ჩანს ჩემ პროფილზე გადავიდნენ ნუ ჩემ ეგრეთ წოდებულ სიმსუქნეს გაავლეს ხაზი ხო რა ნუ უშვერი სიტყვებით მომიხსენიეს მე მალვე წავშალე კომენტარი იმის გამო რომ ჩემ შვილებს არ ენახათ თორე მე სიმართლის არასოდეს არ მეშენია რომ მეთქი ჩემ შვილებს ვინმესთან არ ქონდეთ უკმაყოფილება მაგის გამო მაგრამ ამ რა ალბათ 2-3 წუთის განმავლობაში მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში ეს ვიღაცამ დასკრინა და ჩააგდეს იქ სადაც საჭირო იყო და სამსახურთან გაკეთეს ოჯახიდან მომწყვიტეს ჩემი ოჯახია ის დღესაც ასე მგონია მესმის არ ვიცი საშინელება იყო გახსენებაც არ მინდა სტრესი მქონდა ისეთი რომ ალბათ 3-4 თვე მოვუდი გამოსვლას სულ ვიძახი რომ შევიკავო თავი არ ვიტირო მაგრამ არ ვიცი უსამართლობის განცდა ხო ყველაზე მეტად იწვევს მაგ ემოციას რა რომ გახრჩობს რა აი გახრჩობს რა თან გაფრთხილებული ვიყავი ჩემი შვილებიდან არ იტირო არ უნდა სუსტიდე და ნახონ მაგრამ ეს თქვენ რა გონიათ რომ წერილი სუსტია მე არ ვარ სუსტი ქალი მაგრამ მე ძალიან ხშირად ვტირე თქვენ არ იცით რა ხშირად ვტირე მაგრამ საერთოდ არ მგონია რომ სუსტი ვარ ხანდახან მიზეზებსაც კი ვაძებ რომ ვიტირო როდით გაგექცათ წონა 4 ბავშვის მერე რა ბატონ ეტაპობრივად ცოტა მოვიმატე და პირველ ბავშვზე 65 კილო ვიყავი ბავშვია და მეორე დღეს გავაჩინე ბავშვი 65 კილოდან დავიწყე და 140 კილო 151 და ვაუ ძალიან ბევრია კი 80 კილო არა კი ავატყოფურად განვიცდიდი აი სულ და მე კიდე გააჩინე და ეს წონა მიდიოდა კი და მე ჰორმონებს ხო ვსვავდი დარღვევები მაქვს ჰორმონალური და აი ყველაფერმა იმოქმედა ერთდროულად და ერთი თუ აკრიფე მე ძალიან ძნელია დიეტები ვცადე რა ვიცი შიმშილიც ვცადე შიმშილი ხო საერთოდ კატასტროფა ძალული 16-18 საათიანები როა ეგ 18 საათიან სცენა უნდა ხო ეგ ყველაფერი ვცადე და სამსახურში სულ მაგას მეუბნებოდნენ რომ შენ გონიო ჩუმად ჭამო ოთახში რა გასუკებს არაფერი სარ შენ არ ჭამო ანუ არ ვიყავი ესეთი მჭამელი მაგრამ რახან ჰორმონები დაირღვა უკვე აღარ გაგექცათ ცხოვრების ხარისხი არა მოგიღირავად აი მე ძალიან ჯერ რამე გინდა იყიდო შენი ზომა არ გვაქვს
ხო, პირველი ბაღობე მან და არის. კი, რაღაც უნდა მეყიდა და რა არის რამდენ სჭამ ახალგაზრდა ქალი, რომ შეგხედავ შვენიერი ლამაზი ქალი ხარ და ცოტა ჭამე. ანუ რა უტაქტობა? რომ იმანიშნოს უცნობა კი რა ვინმე მან ქვეყანას რამდენ სჭამ. დეპრესიის მომტანი არისო? თუ იყო? სამსახურს რო ვეძებდი, ახლა რო წამოვედი სამსახურიდან. ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში მიმიღეს გასაუბრებით. მე ტრენინგიც გავიარე უსაფრთხოებაზე და რომ მივედი რომ ბრიგადირის უფროსმა ნახა, ეგრეთ წოდებდი, აი ქართულად რა ქვია, ბრიგადის უფროსი და შემომხედა და არა შენ აქ ვერ შეძლებ და უკვე მე ვიცი რომ სამუშაო დაწყებული მაქვს და წონის გამო? წონის გამო. წონა რა შეშია სამსახურთან? არ ვიცი. ეს რა დისკრიმინაცია ანუ რა? მაგრამ ერთი პატივი მცეს რომ თავისი ტაქსით გამომიშვეს რუსთავამდე და მთელი გზა ტაქსში ვტიროდი, სათვალეები მეკეთა და ჩავოვიწი და მთელი გზა ვტიროდი. იმდენ სამსახურში დამიწუნეს, მაგან გადამაწყვეტია რომ ერთ საღამოს ამდგარიყავი და დამეწერა ნანუკასთვის წერილი. მე იცით რა მაინტერესებს? ამ დროს თქვენი რეაქცია რა არის? როდესაც გეუბნები რომ სამსახურში ვერა, იმიტომ რომ შენ წონა გაქვს. ძალიან დამცირებულა გგრძნობ თავს. არა, ასე უბნები, აი. არაფერს, დამნაშავედ გგრძნობ თავს უბრალოდ. თქვენ? არა, კი, იმიტომ რომ აი არ უნდა გამეკეთებია ესე, არ უნდა მივსულიყავი აქამდე და აი ჩემ თავს ვერ დანაშაულებ. ანუ ეგ ხო არასწორი ემოციური ბალანსია თქვენში. თქვენ პირიქით. თქვენ ხო იქით პირიქით უნდა უთხრათ და თქვენ საკუთარი თავი უნდა დაიცოთ, რა? ხო, აი ჩემი შვილი ერთ-ერთი ბიჭი ლაშა და სულ ვეუბნები ხოლმე რომ აი ისე უყვარს საკუთარი თავი. ნუ ყველაზე ლამაზია, ყველაზე სიმპათიურია, დედა ეს რა გამაჩინე. ხოჭ და ჯულია რობერტს რომ მაღაზიიდან გამოაგდებენ და მე რომ ის ეროდის ჩამოუვლით მაგ კომპანიებს თქვენ ინფორმაში რომ ინანეთ დამყარგეთ. ხო, არა, ვაპირებ სხვათა შორის განსაკუთრებით იმ კომპანიას, რომელმაც უკვე უნიფორმები უნდა მოერგო და ჩემი ზომა არ ხმუჭდა. იმდენად დავიჯერე რომ მე ეს ნაკლია. რომ სამსახურს აყარ ვეძებდი უკვე. ეხლა უნდა მომიყვეთ რატომ მოგწერეთ წერილი და როგორ გადაწყვეტეთ ამ წერილს მოწერა. გავიგე რომ ნუ ეხმარებით ადამიანებს, რა თქმა უნდა, წლებია ეს ვიცი, მაგრამ ყოველთვის უკან ვწევდი, მაგრამ იქ წერილშიც მიწერია, რომ იმიტომ რომ ასე მგონია რომ ჩემზე მეტად სხვას უჭირს მეთქი და ხო ხდებით, აი სულ ცდილობდი რომ არ შემეწუხებიე, რასაც ქვია, მაგრამ აი ამ სამსახურების შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე რომ უნდა დავიკლო, მაგრამ რაღაცა გზით, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ჩემით ვერაფერს ვერ ვიზავდი და ოპერაციით და ოპერაციაც ეხა მართლა როგორ თქვა რომ ჩემ შვილებს არ შემოუთავაზებიათ, მითხრეს დე აი სესხებიც რომ გამოვიტანოთ, ამდენი შვილი რისთვის გაგვაჩინე, ვიზავთ რამეს, მაგრამ უყურე რა ხდება ნანუკა, მე ადამიანი ვარ ისეთი რომ ჩემ გამო არასოდეს არ მიყვარს არავის შეწუხება. მესმის. შვილები არავინ არ არის, მაგრამ მით უმეტეს სახეთ ჩემ გამო რომ ვიღაც ვალში ჩავაგდო, მე ვერ დავიძინებდი უბრალოდ და ვიფიქრე როგორ გამეკეთებია და იყო ღამის 3 საათი ალბათ მესიჯი შეიძლება ნახოთ რომ საათი და დავწერე რაღაცა საპატარა მონაკვეთი წავშალე, დავწერე წავშალე და ავდექი და დავწერე მეთქი რა, ყვარავინ დამაპატიმრებს ამის გამოც იმ კომენტარის გამო გამომიშვეს სამსახურიდან და ამის გამო ვინმე რამეს ხო არ მიზავს და არც ის ვიცოდი რომ ზუსტად ეს თუ იყო თქვენი გვერდი, იმიტომ რომ რამოდენიმე ანუ აი გამიმართლაო რომ იტყვიან და მართლა უფალს უნდაო, ზუსტად ის შემთხვევა იყო და ოღონდ რომ დავწერე პასუხს არ დაველოდე, ვიცოდი რომ იმ ღამენ პასუხს არავინ გამცემდა და არც დაველოდე და დავიძინე და გვიანობამდე არ გავიღვიძე იმ დილას რომ იქნებ ანუ 11-12 საათზე მაინც ნახონ და გავხსენი მესიჯი და თქვენი საკონტაქტო და იცი რა დამემართა. საწოლიდან ვერავდექი. აი რა მაგარია. აი საწოლიდან. რამდენ ხანში მოგწერეთ? ძალიან, ანუ დილით იყო უკვე მოწერილი რომ საკონტაქტო და მე მგონი მეორე დღეს დამიკავშირდე. ეხლა ნახეთ რა არის სასწაული. დავითთან თანამშრომლობ ამდენი ხნის მანძილზე და დავითის კლინიკამ შემოგვითვალა რომ მოკეთ მოძებნეთ ადამიანი და მე თუ ვარჩევთქო, მე მინდა შევარჩიო რიგით მოქალაქეში, რომელსაც არავინ არ იცნობს და სამსახურში არის ეს ამბები რომ ვინ შევარჩევთ ის მე ამას ვიცახი, ჩემ პროდიუსერი იმას ამბობს და გვირის მოძებნა მარტივი არ არის. იმიტომ რომ როდესაც სტატუსს წერ მოდის ასობით შეტყობინება, ამასობით შეტყობინებაში ერთ სამოარჩევ და 99 გლანძღავს რომ მე რატო არ ვარ, ჩვენი თანამშრომელი შემოდის რომ აუიცით რა საოცარმა ქალმა მოგწერაო. რა თქო, საოცარი 7 შვილის დედაო და ნოემბრის მოვლენებზეო დაგმოძალადობაო სამსახურიდან გამოვიშვესო და აი რომ მოგდომებო და ეგეც წორგმირს ვერ იპოვიდი. თავის ღირებულებებით, თავის პრინციპებით, ის რომ 7 შვილის დედა ხართ, ის რომ სულ წვალობთ, ის რომ თქვენი შრომით ხართ და
მეთქი აი სამყარომ გამოაგზავნა. ღმერთმა გმირიც გამოგვიგზავნა და იმ წამს უთხარი რომ მაშინვე უთხარი მიწერე რომ მაგ გმირს ვერ შევეც თქვა და ხო რომ ერთი დღით გვიან მოგეწარათ ან ორი დღით გვიან ჩვენ უკვე სხვა გმირი გვეყოლებოდა და აი მაგას გეუბნები აი საჭირო დროს საჭირო ადგილზე რო აღმოჩნდება რაღაცა ჩემი ბარბარე ხატავს სულ ხატავს სტანძერზე და დედას წითელი თმებით ხო და მახსოვს, როდესაც დავრეკეთ დავითთან და რო უთხარით რომ არც კი კითხეს და გითხოს რომ ჩვენ თქვენ გენდობით, თქვენი გმირი იქნება სწორედ. დავითმა შემხვდა კიდე, ნუ არ ვიცი და მთელმა მაგათმა გუნდმა, ასე მეგონა ჩემ ოჯახში მივედი. კი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება საოცარი შედეგი და მე თქვენი ხემით ის ადამიანი, რომელსაც აი არ ვიცი. ცხოვრებას რადიკალურად ჩაუწრი. და ოპერაციის დღეს დადგა. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეიდან უკვე ყველაფერი სხვაგვარად იქნება ყოველდღიურად და ყოველწუთიერად, მაგრამ ოპერაცია სჭირდება გულშემატკივრობა და ამისთვის ვარ გარ. რა გარხარ? დალამაზე ხარ? რა ბეიხანია აქ ყოფილვარ? რა გარხართ? ვისაც წინა გადაცემები ნანახი არ აქვს, მაინც იცოდეთ რომ არის რაღაცა პროცედურები. მოსამზადებელი იყო ხო პაციენტი? პაციენტი საკმარისად ჭავწონიანი არის. დაახლოებით უკვე 2 თვეა ჩვენ ვამზადებთ ამ პაციენტს, ანუ ჩაუტარდა ანალიზები კვლევები ქართულ იტალიურ კლინიკაში. ნახა ფსიქოლოგმა, კარდიოლოგმა, თერაპევტმა, ენდოკრინოლოგმა, შესაბამისად მოემზადა დაენიშნა გარკვეული პრეპარატები, კვების რეჟიმი, სხვა შორის საკმაოდ დამჯერი ქალბატონია, კარგად ისვა კვების რეჟიმის, კლებაც აღინიშნა ოპერაციამდე დაახლოებით სადღაც 10 კილომდე დაიკლო. გამოსორდა ბევრი დარღვევები, რაც ჰქონდა, ივერფიტიკის სინდრომი, უკმარისობა, რაც აღინიშნებოდა პაციენტს უჭირდა ფიზიკურად გადაადგილება, ახლა გაცილებით სუბუქად გრძნობს თავს. პარამეტრების უკეთესია, ლიპიდური დარღვევები გამოსორდა, პრაქტიკულად დაალაგდა შაქრის სვლა, ჩაითვალა რომ მზად არის საოპერაციო, ერთი კვირის წინ გაუკეთდა განმეორებითი კვლევები, გაკეთდა ენდოსკოპიური გამოკვლევა, კუჭი პათოლოგიის გარეშეა და შესაბამისად უკვე მზად არის საოპერაციო. გუშინ საღამოთი მოთავსდა კლინიკაში, ახლა დაახლოებით 15-20 წუთში ავიღოთ საოპერაციოში უკვე. ოპერაციას დაჭირდება საათად? საშუალოდ ჭირდება 45 წუთიდან საათ ნახევრამდე. კი ბატონო. ხა წავედი პაციენტი ნახო. როგორ არის? მოგზანდით. გაჩატიკიკებულია ნახე. დავაჯავა. ამოშია. მერე პალატაში. დავაჯავა. აბა როგორ ხარ? გავიჯი 10 კილო დაგიკლია. ახლა უკვე შეგიყვანენ ოპერაციაზე. და მეგობრებს რომ მოგიწვა ოპერაციით? ეს ბაგარობიდან ეს უცხო შემდგა. არენდო მარტო ექიმებს და ექიმებს. მოკლედ ოჯახი ხართ აქ. ჩვენ აქ დაგელოდებით. ოპერაცია დარწმუნებული კარგად ჩაივლის, მაგრამ მაინც რაღაცნაირად წინაა და გელოდებით. მადლობა. მთელი სულით და გულით. ესე იგი შესვლის წინ რაზე ფიქრობ? ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება პირველ რიგში და ტანწერზე და გუგუ ვიქნები. საოცარი. თვალებს რო დახუჭა არ მოიდგინე, შენი თავი როგორი გინდა რომ იყოს. აბა შენიცი. ჩვენ აქ ვართ. და გელოდებით. დასრულდა ოპერაცია, კარგად ჩაერა, კაი ქალბატონია, კარგი მომზადებული იყო, ეწყობოდა კიდეც ღვიძლი გასადავებული ზონებში, ზონაზე დასული უკვე კუჭის კედელი გადათხელებული. სწორედ მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მარტივი საოპერაციო, ცხიმოვანი მასა ძალიან დიდი, ადრენა ოპერაციები ვარც ნაუზურში შეხორცებითი პროცესი იყო, მაგრამ ყველაფერი მაინც საკმაოდ სწრაფად მოთავდა, იმიტომ პაციენტი კარგად იყო მომზადებული, 58 წუთში დამთავრდა ოპერაცია. ეხლა კარგად გრძნობს თავს, კიდე ხელი შეგვიწყო იმავე ჩვენ აუცილებლად ხმარობთ ამერიკულ საკერ აპარატებს, ეგრეთ წოდებული ჯონსონი და ჯონსონი კომპანია, მაგათი power ешელონები არის, რომელიც ავტომატურ რეჟიმში
თვითონ ძრავი უკენია პატარა და კერავს და ჭრის ძალიან თანაბრად და სწრაფად და ლამაზად. საათ ნახევარში ავაყენებთ ფეხზე, ღამე დარჩება მონიტორინგის ქვეშ და დილა საათიდან 11 საათამდე იქნება უკვე პალატაში. ძალიან დიდი მადლობა. ზეგ უკვე საღამოთი ბავშვებს სახლში. მე პაციენტი და ოპერაციით მაყოფილება დანჩენ, ნახოთ ახლა როგორ შეასრულებს. ორი კვირა უნდა დარჩეს თბილისში, უცებად, ორი კვირის მერე კიდევ ერთხელ ნახავთ და მე შეგვიძლია წავიდეს დაისვენოს რაც გავხსნა. კარგად მადლობა. ასე. გავიდა 4 თვე და თუ გინდათ რომ შოკში ჩავარდეთ 4 თვეში შორენას კლებას ნახავთ. წავედით და ერთად ჩავარდეთ შოკში. რომ ჩემი შოკი ვნახო. ვაიმე, შორენა. რამდენი კილო დაიკელი? 35. მე მგონი აქ ჯობია რომ მივждეთ, მიწყა ყველგან რომ მთის წყალია. მოდი დაჯებ. განათება სანამ მოიტანე, როგორ ხართ ხალხნო? ძალიან კარგი. სანამ დავაყენებთ. აი ზუსტად ძალიან კარგად. ძალიან კარგი, როგორ მიხარია. გულზევს კლებოდი ხალხი ფეხი-ფეხზე როიდებდნენ და ეხლა ვიდები მეთქი და სიხარული დაღარ ვარ. როგორი მარტივი დეტალებისგან შედგება ცხოვრება. ბედნიერებაც. ხო, იცი რა მითხარ, ახლა ეს გაგრძელდება, ხო, კლება კი? კი, რა თქმა უნდა, ჯერ 4 თვე არ არის და თან ვარჯიშობ ტრენერიც ავიყვანე და ვაუ. ხო, და 59 წლის ასაკში შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. დაწყება. 46 წლის ვარ და მგონია რომ ყველაფერი წინ მაქვს საერთოდ. ხო, და მე მეგონა ვებერი ვიყავი იმ წონაში. ეხლა უკვე დავიწყოთ ოფიციალური ინტერვიუ. ესე იგი, მაინტერესებს რა შეიცვალა. ძალიან ბევრი რამე დავიწყოთ, გარდერობი შეიცვალა ჩემი. ხო, რო შევდიოდი და ბევრი Excel-ებს ვეძებდი, უკვე აღარ ვეძებ. ერთი Excel-იც ყოფნის უკვე და რა თქმა უნდა კიდე უფრო დაბლეჩა მოვა წონაში. შეიცვალა მართლა ცხოვრების ხარისხი შეიცვალა, აი მიხარია დილის გათენება. ძალიან მსუბუქად დგები დავიწყოთებით. დავიწყე სამსახური. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, რაც იყო პრობლემა. ხო, რატომღაც ეს რაღაცა წონით შერჩეული ეს შოკი იყო ჩემთვის რომ გავიგე, მაგრამ ეხლა მარტივად, ესე იგი, კი, მიმიღეს სამსახურში ის კი არა, მეუბნებიან რომ 25 და 30 წლის გოგოებს აჯობეო, მანამდე შენ წელს ვინც იყო. შესაძლებლობებით, ანუ კი, მაქვს ენერგია, მაქვს შეფერხებები არ გაქვს, დიდი წონა გამომდინარე. და სად მუშაობთ თუ კომპანიას არ გქხო პოზიცია? ერთ რესტორანში რუსთავში მიმიღეს აი როგორც თავისი ოჯახის წევრი, აი ძალიან მაგარი გუნდია. ძალიან მაგარია, რა კაი. დაწყებული შეფიდან, აი და უფროსამდე დამთავრებული, აი ბავშვები არის, ჩემი შვილის ტოლები თითქმის და ძალიან მიყვარან და მიხარია სამსახურში წასვლა. აჰა. ანუ ცხოვრება ამოყირა. ხო, კომპლექსი აღარ მაქვს, რომ აი ვაიმე ვიღაცა, აი ვინმე რო ჯერ კიდე ამ წონაში მითხრას, რომ ან იფიქროს, რომ სრული ვარ, მე ხო ვიცი, რომ სად უნდა მივიდე, გაიგე და უკვე აღარ ვნერვიულობ. და ადრე საიდან დაიწყე? კი, საიდან დაიწყე და არ ვნერვიულობ. რამდენი გაგდასაკლები კიდე? რა 70-მდე უნდა ეხლა რამდენი ხარ? ეხლა ვარ 106 კილოზე. ანუ კიდე 30. კი. მე რატომღაც მგონია რომ გაზაფხულზე უკვე ეგწონა. ხო, სადაც 4 თვე არ არის, რამდენი დაიკილოს 15 კილო. ერთი თვის მერე დავიწყე სარბენ ბილიკზე მეზობელს აქვს და დილასაღამოს ჩემია ის სარბენი ბილიკი და ვარჯიშობ. არ გავჩერებულ ვარ ერთი თვის მერე დავიწყე ესე. ანუ რა არის არა ცხოვრებას ანუ ეს რაღაცა შეგრძნებები იმისა რომ რაღაცნაირად აი ასაკი დაგაკლდა რა ქალურობა მიმატა კი თითქოს ხრებში გავიშალე ოღონ მართლა და რაღაცნაირად რა ვიცი სხვასაც რომ არ დავეკომპლექსები მე თვითონ მქონდა ეს კომპლექსი აი იმ წონით რომ დავდიოდი არ მომწონდა აი კიდე რა ეს ნახევრად ხუმრობით აი რომ ავდიოდი სამარშრუტო ტაქსში ყოველთვის გვჯდებოდი გვერდის კამზე რომ ეხა ჩემს გვერდით შეუძლებელი იყო მეორე დამჯდარიყო და თუ დაждდებოდა უხერხულად უნდა მეგდო მეც თავი და იმასაც და ეხლა შემიძლია ჩეულებრივად ორი ადამიანი დავსხდეთ
წარმაკარია, გილოცავ და მადლობა თქვენ, მადლობა ბატონ დავით, აი მართლა არ ვიცი რა, იმათ საერთოდ ზღაპრული, სულ ყველა დიდი ამბატარიან რა ჯგუფია, აი ძალიან ყველა ჩვენი პაციენტი მაგას გვეუბნება, რომ იქ არის აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება. აი არ ვიცი რამხელა ყურადღება, იცი როგორ აი ბარბარიც მაგას მეუბნება სამხარად. ხო, ანალიზებზე რომ მივედი, არ ვიცი, სულ ყველა დიდი თუ პატარა, ვაიმე ვერ გიცანი და ჯერ და ყველაფერი წინ გაქვს. ხო, ჯერ სადა. მე მიხარია რომ ამის მონაწილეები ვართ აქ ის რომ ყველაფერს კარგს. აი რაც ყველაზე ძალიან გამიკვირდა, მე რატომღაც მეგონა თქვენამდე მოსვლა ჩემნაირი უბრალო მოკვდავისთვის არ შეიძლებოდა და ეს არის ჩემთვის, რა ვიცი, ყველაფერია რა. ეს გადაცემა მოკვდავების გადაცემა. ხო, მაგას მეუბნები ყოფილა და არ ვიცი, უფალმა დაგლოცოთ თქვენს, თქვენი მთელი ჯგუფი, ბატონი დავით იყო საერთოდ და ძალიან მე უვარდები. აღთოვანებული ვარ, მართლა აღთოვანებული ვარ ყველაფრით. ვუვარდები ამ თქვენ მადლობას დათოს მიმართ და ყველა მის თანამშრომლის მიმართ და მადლობა ხომსტრობისთვის. ახლა საახალწლო სასაჩუქრე პერიოდი იწყება PSP-ში, რაც ნიშნავს იმას, რომ 12-დან უკვე დაიწყო, 12 დეკემბრიდან ფასდაკლება და არის 12 იანვრამდე. ეს ერთი. მაგრამ მეორე ამბავი არის ის, რომ მე კონკრეტულ ბოქს გაგაცნობთ, ახლა რომელიც არის ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ანტიასაკობრივი ხაზი. ალგოლოჯის ანტიასაკობრივი ხაზი, ისე არ გავხსნა რომ დავაზიანო და მე ვერ გაკიდენ, ამიტომ მოდი მაქვს ახლოს. ეს არის ტუჩის სპეციალური ნაოჭის წინააღმდეგ ბრძოლის, ანუ ის კი არა უბრალოდ გლოსი და გააპრიალოს და ლამაზი იყოს, არა. ანტი-ეიჯ ტუჩის არის. ეს არის მეორე სერუმი, ასევე ანტი-ეიჯი. და ეს არის სახის კრემი. ასევე ბოქსები არის მამაკაცებისთვისაც, მაგრამ ზოგადად რომ იცოდეთ PSP-ში რომ მოხვალთ ყველა ბრენდს თითქმის, არ ვიცი, იშვიათად ბრენდი, რომელსაც არ აქვს სასაჩუქრე ბოქსი. ყველა ბრენდს აქვს სასაჩუქრე ბოქსი. შეგიძლიათ მოხვიდეთ როგორც ქალებისთვის შეარჩიოთ და ეს შემოგთავაზეთ, ისევე შეარჩიოთ მამაკაცებისთვის სასაჩუქრე ბოქსი. რომელიც ისედაც იდეაში გაცილებით ეს არის მიშას ბრენდი, კორეული ბრენდი, იცით რომ მამაკაცებში ძალიან პოპულარულია ამ ბოლო დროს და მამაკაცებმა ზოგადად მიხვდნენ რომ თავის საკუთარ თავზე ზრუნვა ზუსტად ისეთივე ჰიალურონი და C ვიტამინით უნდა დაიწყონ როგორც ქალებმა, იმიტომ რომ სახისკანია. ეს კულტურა უკვე რაღაცნაირად მკვიდრდება და დღის წესრიგი და რუტინა და შესაბამისად მოკლედ ისევ იგივე აზრი რომ გავაგზავნო, იცოდეთ რომ ყველა ბრენდს აქვს თავის სასაჩუქრე ბოქსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთია რომ ეს მე შევარჩიე ახლა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ PSP-ში მოხვიდეთ უკვე 12 იანვრის ჩათვლით და ფასდაკლება ვრცელდება ყველა ბრენდის სასაჩუქრე ბოქსზე. შეერჩიოთ სასაჩუქრე ბოქსი, რომელიც ერთის მხრივ უკვე ისედაც იაფია, იმ ბოქსის მთავარი პრინციპი ეგ არის, მაგრამ ასევე ემატება ფასდაკლება, სპეციალური ფასდაკლება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე გაცილებით უფრო გიმარტივდებათ. მოკლედ, საახალწლოდ და არა მხოლოდ საახალწლოდ, შემდეგაც იცოდეთ, რომ სასაჩუქრე ბოქსები PSP-ში.